ეს არის მსოფლიოში საუკეთესო UFC-ს პოსტერი, რაც კი ოდესმე აქამდე შექმნა. თავად მერაბ დვალიშვილის ხელმოწერით. თუ როგორ მოვაწერინე მერაბს ხელი, ახლავე გეტყვით. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მერაბმა რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვეტა. UFC-ს ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია და გულშემატკივრებს ხვდება. ზუსტად ამ მომენტით უნდა მესარგებლა და ისეთი პოსტერი უნდა შემექმნა, რომელიც მერაბის ყურადღებას მიიქცევდა. პოსტერის იდეა ასეთი იყო. უნდა შემექმნა პოსტერი ძალიან ბევრი UFC-ს მებრძოლით, შუაში უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი ქართველი UFC-ს მებრძოლები, ხოლო ცენტრში თავად მერაბ დვალიშვილი. ამ ყველაფრისთვის მხოლოდ 5 დღე მქონდა, რადგან 5 დღის შემდეგ უკვე მერაბი საქართველოში იქნებოდა. პირველ რიგში განახებთ თუ როგორ შევქმნი უშუალოდ პოსტერი. ავაწავთ. პირველ რიგში გავხსნათ Photoshop-ი. აქ ვირჩევთ სიგრძის სიგანეს, იყოს 2000 პიქსელი, 2000 პიქსელზე და რეზოლუცია, რადგანაც ეს ფაილი ბოლოს უნდა ამოვბეჭდოთ, უმაღლესი ხარისხის პრინტი უნდა იყოს, 300 არის идеალური ამ შემთხვევაში. Create. ეს პოსტერი იქნება ძალიან გრძელი, ჰორიზონტალურად. პოსტერში უნდა იყოს ძალიან ბევრი მებრძოლი რა. ამიტომ კითხოთ ChatGPT-ს. ChatGPT. Hi ChatGPT. GPT-ს გაუმარჯოს. გაუმარჯოს დავით, როგორ ხარ? რას ქმნი დღეს ახალ ვიდეოს დიზაინს რა? ახე ბიჭო ჩატლახი ყველაფერი იცის უკვე ჩემს. მოძებნე top 50 საუკეთესო UFC-ს მებრძოლი. პირველი მერაბ ხედავ, ნახე ChatGPT-მაც იცის უკვე. Ilya Abturov. Ilya Abturov. მეუთხარი 50. ჯონ ჯონსი მაითი მაუსი ასვინა შემდეგ ქართველები არ არის აზზე არა. მოკლედ ასეც აიც მივაწყდი Getty Images წერტილი.com. სადაც არის შედარებით ნორმალურ ხარისხში სპორტსმენების. არა მარტო სპორტსმენების, სხვათა შორის. Okay. აი უკაცრავ. მოდი დავიწყოთ Merab the Machine Dvalishvili. ბევრი საინტერესო ფოტოს პოვნა შეიძლება აქედან. აი მაგალითად ეს. რატო არა? Day 2. ეს არის უკვე მეორე დღე, მას შემდეგ რაც პოსტერს ვაკეთებ და ეს არის საბოლოო ჯამში ის ფოტოები, რაც მოვიცი. 107 ერთეულია ჯამში. ამათ უნდა მოვუკიდოთ ყველას ხელი, აი ასე და ჩავაგდოთ Photoshop-ში. Enter. ვაი, აუ ძალიან ბევრია ბიჭო, ძალიან ბევრი. ვაი, მორჩა. ნახეთ ხალხო, ნახეთ. რამდენია. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს ამოვჭრით. აი აქ watermarks ხო ხედავთ? ეგრეთ წოდებული წყლის ნიშანი. ეგენ უნდა ამოვჭრათ ყველა. ამისთვის აირჩიეთ ეს თული, მოვნიშნოთ ის ადგილი, რომელიც გვინდა რომ გავაქროთ. ჩამოვშალოთ menu, generative fill და ჩავწეროთ remove. layer missy. ცოტა ხანი დაველოდოთ და ოი შიშ. აია. თითქოს არც არაზოს ყოფილი. მერე გადავალთ სხვა UFC-ს მებრძოლზე, generative fill, სამვარიანს გვაძლევს. 15 minutes later. შემდეგი ეტაპი ეს არის უშუალოდ მებრძოლების ამოჭრა. ყველაზე რთული. უნდა ავირჩიოთ object selection tool-ი, დავაწვევთ select subjects. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახატავი ტაბი. ჩვეულებრივი სახატავი ტაბია, თავის ფანქრით, კალამით რაც არის, მოყვება. დაბლარე ხა. დაბლარე ბიჯო. ოპა, ფოკუს. shit. აი, დაკარგა. კაი, ანუ ფანქარია ჩვეულებრივი, არაფერი ის არ უნდა. ზედმეტი რაღაცეები. ამას კაბელს შეუერთებთ, ერთ მხარეს აქ, მეორე მხარე კომპიუტერში შევა და უბრალოდ გადაატარებთ ესე რა. ჩათვალეთ ხატავთ. ბიჭო ვერ ჭრის რა საბოლოო ჯამში კარგად. ეს რა არის? ცირცხვილი არ არის. სად არის სამართ? თან მიდი და ეხა ამის თმები ჭერი. ანუ პადის აქ საშინლად საქმე. აი განწირულია უბრალოდ. Stand up, your little fucking Spanish sausage. აი ეს კაცი მოკლავს. Ladies and gentlemen, referee Mark stopped the fight at 3 minutes 32 seconds of round number 4, declaring the winner by knockout Ilya Topuria. Day 3. მოვჭი როგორც იქნა ამოჭრას. ანუ შეხედეთ უბრალოდ რამდენი არიან. ასეთი სახაზავი ვიპოვე Google-ში, digital სახაზავი. შემდეგ კვლავ სატანჯველი მომენტი რაც არის. უნდა ავიღოთ ეს ყველა UFC-ს მებრძოლი. მოდი დავიწყოთ კონორით. მივიყვანოთ კონორი scale-თან. ფეხი რო 0-ზე ედგას. How tall is Conor McGregor? 1.75 ყოფილა კაცი. და ზუსტად 1.75 სიმაღლეზე უნდა დავაყენოთ. აი ასე. ეს ერთი.
შემდეგ წამოვიდა მეორე შუგაშონი. How tall is Sugar-Sean O'Malley? 1.80 m, გავზარდოთ 1.80 m. მაგრამ ეს თმის გარეშეა 1.80 m. და გამოვწიოთ კვლავ გვერდზე. ასე უნდა გავყვე, სანამ ნერვები არ ჩამაწყდება. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვასწორებდი მებრძოლების სიმაღლეებს, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო ბევრად სატანჯველი მომენტი. ეს ყველა UFC-ს მებრძოლი რაღაც კანონზომიერებით უნდა დამელაგებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ბატისჭუკებივით სიმაღლის მიხედვით ჩამიმსკრევებინა, სადაც შუაში იდგებოდა ყველაზე მაღალი მებრძოლი. როგორც იქნა დავალაგე, ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოო თავარი მორჩით. ესეც ქართველი მებრძოლები, იკითხავდით სად არიან? აქ არის გიგა ჭიკაძე, ალექსანდრე თოფურია, ილია თოფურია, რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე, მერაბ დვალიშვილი. Wait a minute. ფაფახი არ დაგვავიწოდეს ხალხო. აუცილებელი ატრიბუტი. პროზა თვალები აღარ მიჩანს მერე. Nice. Okay, გავაგზელეთ. მერაბი ყველა ვარიანტი ცენტრში წავა. დანარჩენი ქართველები გვერდებზე. ზუსტად გადაანაწილება არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ ძმები თოფურიები ერთად ხო არ გაუშვით. ეგ არის მე მგონი რა. ახლა კი დროა დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩრდილების, სინათლეები, ფერების კორექცია, სხვადასხვა ეფექტები და ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში ვიწყებთ ჩრდილებით და ჩრდილების გასაკეთებლად უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის სინათლე. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე სინათლე აი აქედან ურტყავდეს უკნიდან. აუ ამას მოვიხსნით თორე ვერაფერს. ისევე სიჯობია. აი ამ განყოფილებას ქვია adjustment განყოფილება და აქედან ვირჩევთ exposure. დავაგდოთ სინათლე, ცოტა კონტრასტსაც მოვუმატოთ და დაიწყებთ ჩრდილების გაკეთებას. ეს ბევრია, ამიტომ flow დავაგდოთ, იყოს სადღაც 13 და ფრთხილად, წყნარად, მშვიდად დავაკეთოთ ჩრდილები. აგერ ვოლკანოვსკი დავიწყოთ აღდგენა იქ, სადაც საჭირო. აქ კარგად საკაიფოდ. აქაც უნდა ცოტა ჩრდილები. მაგალითად ეს დროშა ამ ტიპს რადგანაც ეხება, ამიტომ შეხების ადგილას კარგად უნდა ჩრდილები. აი აქაც მაგალითად უნდა საკმაოდ. აქაც რადგანაც შეხების წერტილია, ყველა ვარიანტში უნდა ჩრდილები რა. და თუ ჰაილაითების გაკეთება გინდათ, სლაიდერს მარჯვნივ წაიღებ, ანუ მთავარია დააკვირდეთ საიდან მოდის სინათლე. როგორც ხედავთ, ეს არის შედეგი ჩრდილების, სინათლეების და ფერების დამუშავებამდე და დამუშავების შემდეგ. Day 4. ახლა რაც შეეხება background-ს, ავირჩიოთ რაიმე ლურჯი ფერი, ოღონდ უნდა იყოს მუქი საკმაოდ და დავიწყოთ გრადაციის გაკეთება. ეს ხა ბევრია ძალიან, ამიტომ flows დაუგდეთ და უფრო ნაზი იქნება ფუნჯი, უფრო ნაკლებად ცნობიერი. ამ იატაკს აუცილებლად ჭირდება კარგი და ხარისხიანი ტექსტურა. ეს ტექსტურები გადმოვიწერე, ჩავყაროთ ყველა Photoshop-ში, გადმოვიტანოთ უკიდურეს მარცხენა მხარეს და გადავამრავლოთ. ამისთვის Alt-ს დააჭირეთ, მოკიდეთ ხელი და წამოიღეთ აი ასე. კიდევ ერთხელ, იგივე, კიდევ ერთხელ და გვაქვს ბევრად გრძელი ტექსტურა. Ctrl-T, ანუ ტრანსფორმაცია, ჩამოშალოთ მენიუ და ავირჩიოთ პერსპექტივა. თუ მოკიდებთ კუთხეებში ხელს, აი ასე პერსპექტიულად გაიწელება, გამოიწელება. შემდეგ აირჩევთ Distort, ჩამოიტანთ ქვევით და ეს ორივე გვერდი გავუწელოთ. უკან გადმოვიტანოთ და ეგა. Easy. შემდეგ blending mode-ი შეგვიძლია გადავიტანოთ overlay-ზე, ან soft light-ზე, ან hard light-ზე. ერთი ტექსტურა რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. აი ეს ტექსტურაც ძალიან მომწონს. გავწელოთ და ეს გადავიტანოთ multiply blending mode-ზე. ბარემ ამ ტექსტურასაც ავიღებ და იგივეს ვიდავ. ესეც ჩვენი ტექსტურა, აი ასე ლამაზად და გემრიელად. შემდეგ ავიღებთ punch-ს, Alt-ს დავაჭერთ და ავირჩევთ აი ამ ფერს და კარგი smooth გადასვლა გავაკეთოთ. ამ ხარესაც ზუსტად იგივე გავიმეოროთ. და საბოლოო ჯამში გამოვა აი ასეთი რამ. Easy. შემდეგი ეტაპი გახლავთ ჩრდილის გაკეთება. რადგანაც სინათლე ცენტრიდან და ცოტა ზევიდან ურტყავს, ამიტომ ჩრდილი შედარებით მუქი და პერსპექტივაში წასული იქნება. ჩრდილის გასაკეთებლად ავიღოთ ყველა UFC-ს მებრძოლი, გადავაკოპიროთ, ჩავასხათ შავი ფერი, გადმოვატრიალოთ, ჩამოვათრიოთ ქვევით, პერსპექტივაში გავწელოთ და გამჭვირვალობას დაუკლოთ. ესეც ჩვენი ჩრდილები, იდეალური, უიდეალურესი, მაგრამ აი აქ შეხების ადგილას საჭიროა ჩრდილების გაკეთება. დავაგდოთ სინათლე ძალიან მუქი უნდა იყოს. მივზუმოთ კარგად, ჩამოშალოთ მენიუ და აი ეს განსაზღვრავს რამდენად მრგვალი ან ბრტყელი იქნება ფუნჯი. ამ შემთხვევაში ცოტა დავაბრტყელოთ, გავზარდოთ და დავიწყოთ ჩრდილების გაკეთება აი ასე. აქაც და ყველგან, აბსოლუტურად ყველგან, სადაც შეხება ფიქსირდება მიწასთან.
ესეც ასე ხალხო ყველა ფეხთან აბსოლუტურად არის უიდეალურესი ჭრდილი. შევდივართ კлау Google-ში UFC ლოგო. შევაკოპიროთ, ჩავაგდოთ Photoshop-ში, განვადიდოთ, გადავიტანოთ უკან, კიდევ განვადიდოთ ცოტა ქვევით. შემდეგ ორჯერ დავკლიკოთ ამ layer-ზე, გაიხსნება ასეთი layer style პანელი, სადაც სხვადასხვა ეფექტები შეგვიძლია მივანიჭოთ კონკრეტულ layer-ს. მაგალითად color overlay ავირჩიოთ, სადაც ფერის შესვლა შეგვიძლია. ასევე ავირჩიოთ outer glow, რომელიც განათებას უკეთებს layer-ს. შეგვიძლია inner glow-ს ჩავრთოთ, რაც შიგნიდან უკეთებს განათებას. ოღონდ ამ შემთხვევაში წითელი ფერი. drop shadow-ც არ დაგვაუწყდეს. drop shadow ჭრდილს უკეთებს layer-ის ქვედა ნაწილს. ეს გვერდები გავაფეიდოთ, ლამაზად შევაფეიდოთ. ზუსტად იგივე მეორე მხარეს, აი ესე წავშალოთ ლამაზად და მშვენიერად. და მცირედია, მაგრამ კაია. ასეთი მშვენიერი ეფექტები მოვიძიე. ჩავაგდოთ Photoshop-ში, დავაპატარაოთ საგაიფოთ, განვადიდოთ კлау და blending mode-ი გადავიტანოთ screen-ზე, რათა სიშავები გაქრეს. და გვაქვს ასეთი backlight, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს არის მომწვანო ფერი. ფერის შესასვლელად აირჩიეთ hue and saturation-ი და რაიმე მოწითალო მოსტაფილოსფრო ფერი ავირჩიოთ. აი ესეც ვსადოთ, Ctrl C უკან გადავიტანოთ blending mode-ი screen-ზე. ეს ეფექტიც ჩავაგდოთ Ctrl C, Ctrl V და blending mode-ი მოდი color dodge-ზე გადავიტანოთ. წავშალოთ და შიგადაშიგ, სადაც საჭიროა, იქ აღვადგინოთ. აქეთ მხარესაც გადავაკოპიროთ, წავშალოთ და კлау აღვადგინოთ. რაო ცოტა კისერი მეტკინა ბიჯო. მოვირგებ თქვენის ნებართვით. აი ამ UFC-ს ლოგოს ტექსტში გადავწყვიტე ძალიან ბევრი საინტერესო რამ ჩავამატო. ეს ბრძოლა ყველა მიცით, თოფურია Holloway-ის ჯახი. პირველ რიგში ამოვჭრა დავაჭიროთ select subject და ეს ფოტო მინდა რომ აი აქეთ აი ამ C-ში ჩავსვა რა UFC-ში C რაც არის მაგას ჩავსვა. Ctrl T flip horizontal blending mode-ი unmultiply-ზე გადაიტანეთ unsoft light-ზე. მოდი იყოს soft light. ოდნავ შეგვიძლია შავამუქოთ, ცოტა highlight-ების გავუკეთოთ, ძალიან რბილად და წყნარად. ეს ადგილებიც საგაიფოთ შევავსოთ და აქ ლამაზი fade-ი გავუკეთოთ. აი აქაც რომ ლამაზი გადასვლა კონდეს. იბეჭდება მაგარი გამოდის. ჩვენი პოსტერი სასწაული გამოდის. ოლალა. უნდა მოვეჭდო 6, 1, 2, 3, 4, 5 ცალი. პროსტო ძალიან გძელია. ოპა, მერაბიც ჩამოვიდაო. გაიცანით ხალხო, ეს ნიკოლოზია, სარეკლამო კომპანია აბრას დამფუძნებელი. სწორედ ის კომპანია, სადაც ჩემი პოსტერი ამოგვიჭდა. ნიკოლოზიც მერაბის და ზოგადად UFC-ს ძალიან დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა და მკითხა თუ რაში მჭირდებოდა ეს პოსტერი. მე რა თქმა უნდა ყველაფერი მოვუყევი და ისიც უთხარი რომ ამის შემდეგ ვიდეოდი რიყეზე, სადაც მერაბი გულშემატკივრებს უნდა შეხვედროდა. აი მერაბა, აქვეა ჩვენც ვართ პოსტერები, წავით. ძალიან მინდოდა მართლა ალბათ ყველაზე მეტად იქ მყოფთაგან, მაგრამ იმდენი ხალხი იყო, რომ არ ვიცი, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. თუმცა არ ვნებდებით, რა თქმა უნდა. არ ვიცი, ასე პირდაპირ ხალხში არ გამოვიდა, თუმცა მიწერ-მოწერით შეიძლება რამეს მივახცევთ. რამე ახალი გეგმა თუ იქნება, აუცილებლად გავეგებინებთ. ყველა ვარიანტი. აბა, წავით. რადგანაც ამის შანსი ძალიან დაბალი იყო, ნიკოლოზმა ასეთი რამ შემომთავაზა. თავის კომპანიის სახელით მიწერდა მერაბს, ეტყოდა რომ მისთვის განსაკუთრებული UFC-ს პოსტერი ჰქონდა საჩუქრად და პოსტერის ფოტოსაც ჩაუგდებდა. იმის გარანტიაც კი არ ჰქონდა, რომ საერთოდ ამ მონაწერს ნახავდა. უბრალოდ უნდა დავლოდებოდა. 2 დღის განმავლობაში ველოდა. არანაირი მოწერა, არანაირი პასუხი, არც კი უნახავს. მეთქი ამ ხელაშრომა უბრალოდ წყალში ჩაიყარა თქო, რა დროსაც ასეთი რამ მოხდა. Oh my God, I'm just playing with him now, yeah. Oh my God, what she saying, say it loud, yeah. I can't
respect it. I'm in the gym, but I am not flexing. Came from a Ford, I'm needing a Lexus. Shooting like Luke, I told him I'm. Oh my God, I'm just playing with her. Oh my God, what she saying, say it loud, yeah. I can't respect it. I'm in the gym, but I am not flexing. Came from a Ford, I'm needing a Lexus. Shooting like Luke, I told him I'm next. Shit. I got a ball, I told them I'm here, I'm not waiting for y'all. They hit my phone, but I ignore the call. I got the drive and I see that they stall. I bought a whip and I paid it in cash. Numbers keep growing like what's on the dash. Drop me the Addy, I pull it the maps. Dressed in a white tee, I bought it a Gap. Hitting the gas, he trailing behind. This in his games, but I stay on my grind. I told my family we all got me fine. Said I'm a star, that's why they all aligned. Said I don't rob like all of these guys. I told them all like a million times. Waiting for me, but they know I arrived. What I'm doing to y'all, it should be a crime. I told him. Oh my God, I'm just playing with them now, yeah. Oh my God, what she saying, say it loud, yeah. წინა ვიდეოში ჰიტას შევპირდი, რომ განსაკუთრებულ UFC-ს საჩუქარს ვაჩუქებდი. და როგორც იქნა ეს დღეც დადგა, ეს კონკრეტული პოსტერი არის სპეციალურად ჰიტასთვის შექმნილი. როა პატრონს თავის პოსტერი გადავწყვეტ. აბა წავედით. მოკლედ ეს დროს დადგა, როგორც იქნა, დიდი ხნის შემდეგ და ჰიტას უნდა გადავცეთ საუკეთესო UFC-ს პოსტერი, რაც კი ოდესმე აქამდე შექმნილა. ვა, აბა ნახე. დაბთა? მაჩვენე. ვაუ. აქ არის ყველა მაგარია, უშო. top UFC-ს მებრძოლი, საუკეთესოები. შუაში რა თქმა უნდა ქართველი. მაგარი ნამუშევარი. ამან რა ისტორია აქვს ამას ახლა მიხარ. ამას აქ ძალიან ხან არ ვიცი რა. ჩემი წინა ვიდეოს მსგავსია დაახლოებით. ოღონდ ამ შემთხვევაში სამიზნე ობიექტი იყო მერაბ დვალიშვილი. და მოკლედ მერაბს შევხვდით და ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა მერაბთან. ძალიან ძვირფასი ხარია. ჩემს კედელზე კედელზე წავა? და აქაც რა თქმა უნდა სპეციალურად ჰიტას. გენიოსი ეს კაცი მოკლედ მეგობრებო. და ჯონ ჯონსია შუაში და ალბათ ვიდეოში ნახავთ როგორ გააკეთეს ყველაფერი ხამე. არ ვიცი, მაგრამ პოსტერზე ისე არის განლაგება, ეხლა ის ერთ შეხედვით რასაც ვატყობ, რომ ადამიანი რო საკითხში კარგად ეპყრობა, ეგრევე ეწყობა. ჩონომალის ხო თავის ავკატი, GSP თავისი იაპონური მაგარია. ხასიათი და ეგაც. ეგაც. Next, anybody put a city on the map. როა ჩვენი ამ ხელა შრომა კედელზე დავკიდოთ. შუქები ავანტო. ოი, ღილა ბიჭი. ოხ, ეს ერთი, ესეც მეორე. ამიჯერეთ ძალიან ლამაზია. ჰიტას კედელს უკვე ამშვენებს ეს პოსტერი ისევ როგორც ჩემ კედელს. და თუ თქვენს გინდათ რომ ასეთი პოსტერი თქვენს კედელსაც ალამაზებდეს, თან UFC-ს გულშემატკივარიც ხართ და მოგწონთ ესეთი რაღაცეები, მომწერეთ აუცილებლად Instagram-ზე, ან Facebook-ზე, ან mail-ზე, ყველაფერი აღწერაში იქნება და წაიღეთ. აბა ღმერთი თქვენსკენ და გჯეროდეთ მისი და გწამდეთ, რადგან დამიჯერეთ შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებთ.